მოგესალმებით. ახალგაზრდა ფინანსისა და ბიზნესმენთა ასოციაცია აგრძელებს საწვავის ბაზრის კვლევას. ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი შემცირებულია 23%-ით და ფასების კლება გრძელდება. მანამდეც იყო ფასების შემცირება, მაგრამ ჩვენ ბოლოს ბრიფინგი და ბოლო მიმოხილვა საწვავის ფასთან დაკავშირებით ჰქონდა ერთი თვის წინ დაახლოებით და იქიდან მოყოლებული დღემდე ფასები კიდევ შემცირებულია 23%-ით. მსგავსი შემცირების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი და მიზეზი არის ირანის მიმართ მოხსნილი ეკონომიკური სანქციები, როგორც ასე ვთქვათ, ირანის ნავთობის მინისტრმა განაცხადა, ისინი მზად არიან მოპოვება გაზარდონ, თუნდაც ეს ფასის შემცირების ხარჯზე მოუწიოთ. ამ ყველაფერს თან ერთვის ამერიკის პროცესები, როგორც ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი იუწყება, ამერიკა ამ ყველაფრის ფონზე და განვითარებული პროცესების ფონზე საერთოდ არ ფიქრობს მოპოვების შემცირებას და მეტიც ბოლო კვირის მანძილზე 2 მილიონ ბარელზე მეტით გაზარდა მოპოვება. მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პარალელურად საქართველოში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. როგორც აღნიშნე ზემოთ, 2 თვეზე მეტია მსოფლიო ბაზარზე სურათი იცვლება კლების კუთხით. საქართველოში ფაქტობრივად კლება არ არის, არა მხოლოდ ბოლო ერთი თვის მანძილზე, არამედ ამის წინა პერიოდშიც. თუ არ ჩავთვლით გალფს, კომპანია გალფს, რომელმაც მხოლოდ დიზელის საწვავზე 5 თეთრით შეამცირა ფასები. სხვა არც ერთ კომპანიას საერთოდ ფასი არ შეუმცირებია. ასევე აღსანიშნავია და საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვესმის ხოლმე ხშირად აპელირება კომპანიების მხრიდან და კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან და ამ კომპანიების ლობისტების მხრიდან მოსაზრება და იმით აპელირება, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია ეროვნული ვალუტის რყევების გამო და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო. ამ შემთხვევაში ამაზე გამოკიდებას აღარ გამოუვათ ამ ადამიანებს, იქიდან გამომდინარე, რომ 2 თვეზე მეტია ეროვნული ვალუტა დასტაბილურებულია და მოდი ვთქვათ, ბოლო ერთი თვის მონაცემებით მსოფლიო ბაზარზე 23%-ზე მეტით არის, 23.3%-ით არის ნავთობის ფასი შემცირებული. აქედან გამომდინარე, ეს ხელჩასაჭიდიც ნაკლებად გამოუვათ და ნაკლებად ექნებათ ამ კომპანიებს დღეის მდგომარეობით. ასევე მე მინდა შევეხო კონკურენციის სააგენტოს დასკვნას. ახალგაზრდა ფინანსისა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიესალმება ამ დასკვნას და მიგვაჩნია, რომ ნათლად ასახავს ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ეს დასკვნა. კვლევის მიმდინარეობისასაც და მანამდეც ახალგაზრდა ფინანსისტებს და პირადად მეც არაერთხელ გვისაუბრია ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზე და კვლევის დასრულებამდეც საფუძვლიანი ეჭვი გქონდა იმის თაობაზე, რომ ბაზარზე კარტელი ნამდვილად არსებობდა. ასევე ახალგაზრდა ფინანსისტებს ხელს ჩაგვივარდა და სარწმუნო წყარომ თვითონ ამ ადამიანმა, ვინც ასე ვთქვათ, მოყვა ამაში, მოგვაწოდა ესეთი ინფორმაცია, რომელიც ეხება კომპანია სოკარს. კომპანია სოკარმა 400 ადამიანი გაანთავისუფლა სამსახურიდან და მათ პირდაპირ განუცხადეს, რომ ისინი განთავისუფლდნენ სამსახურიდან კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გამო იმდენად, რამდენადაც კომპანიას ფინანსური რესურსი აღარ ჰქონდა მათთვის, რომ ხელფასი გადაეხადა. ახალგაზრდა ფინანსისტები რასაკვირველია გმობენ მსგავს ქმედებას, თითქოს ეს რაღაც შურისძიების ელემენტსაც შეიცავს და ასე ჩვენ გმობთ ამ ქმედებას და თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მოუწოდებთ კომპანია სოკარს, რომ ეს თანამშრომლები დაუყოვნებლივ აღადგინონ სამსახურში. ეს იყო ის მოკლე მიმოხილვა, რაც დღეს თქვენთვის მინდოდა გამეცნო. თუ კითხვები გაქვთ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. რეგულაციები შეიძლება და რა ზემოქმედებები ამ კომპანიებზე, რომ რაც მსოფლიოში როგორი პროცესებიც მიმდინარეობს საქართველოშიც გამოიყენოს. როგორც ესეთი სახელმწიფოს პირდაპირ და უხეში ჩარევის უფლება არ აქვს. ერთადერთი რაც შეუძლია, ეს არის კონკურენციის სააგენტო, რომელმაც იმუშავა და დადო დასკვნა. კონკურენციის სააგენტოსაც გარკვეული შეზღუდვები აქვს, მაგალითად, როდესაც კონკრეტული ბაზრის კვლევა დასრულდება, იმ ბაზართან გარკვეული პერიოდის მანძილზე მიბრუნების უფლება აღარც ამ სააგენტოს აღარ აქვს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ ასე ვთქვათ, შევიდა საჩივარი, ისევ შეუძლიათ ანალოგიურად დაიწყონ მოკვლევა და თუ ისევ გამოვლინდება დარღვევები, ისევ შესაბამისად და პროცესების ადეკვატურად იმოქმედონ. ეს არის ოფიციალურად, რაც შეუძლია სახელმწიფოს რომ გააკეთოს.